История. უცნობი გოგონას მკაცრი გამოხედვა, რომელიც თითოეული ქართველის მეხსიერებაშია. 1999 წლის 9 აპრილს გადაღებული ფოტო, რომელზეც აღბეჭდილი ახალგაზრდას ვინაობა 25 წელია უცნობია. საზოგადოებას იგი დაღუპული ეგონა. გადაცემა სხვა რაკურსი მასთან იტალიაში ჩავიდა. ამდენი ხნის შემდეგ მის ისტორიას თქვენ ექსკლუზიურად მოისმენთ. ყველაზე მეტად ის მახსენდება, რომ ეს იყო დღე, როცა საქართველოში ქართველებს ერთმანეთი უყვარდათ. მთავრობის სასახლის წინ მოკლედ მიდიოდით მე და ჩემი ბიძაშვილი და გაგვეჩერეს ბიჭებმა. ჩვენ დროშა გვეჭირა ხელში, ესეთი ჩვენია გაკეთებული დროშა. გოგოებო საშიშია ნომიდიხართ, ან ჩვენთან ერთად წამოდით და მოკლედ შემოგთავაზეს, რომ მანქანით წავსულიყავით ერთად. ფოტო 9 აპრილის სიმბოლოდ იქცა. სახე ხატად შერჩა სურათი, რომელსაც ხალხმა ლექსები მიუძღვა, ჩათვალა რომ ეს არის აი გამომხატველი, აი სახე ხატი ამ მოვლენების, ამ დიდი უბედურება იყო დაიღუპნენ ქალები. ხალხმა ჩათვალა რომ ფოტოს გმირი იმ ბრძოლას შეეწირა. გოგონა, რომელიც წლების წინ სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძოდა, დღეს ემიგრანტია. მარი იტალიის პატარა ქალაქ ემპოლში უცხოელ მოხუცს უვლის. ჩვენი ქონება მოკლედ აი გაიფლანგა, რასაც ქვია და მე და ჩემი მეუღლე ჩამოვედით აქ იტალიაში. როცა ხარ არალეგალი, სამსახური შოვნა ძალიან ძნელია. მართლა ძალიან ძნელია. ჩემი მეუღლე 1 წლის უკან გარდაიცვალა. მარის ერთადერთ ქალიშვილს, ანი ბერიაშვილს დედა 4 წელი არ უნახავს. ამჟამად იგი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მარის ყოველი დღე დედის მოლოდინში გადის. რომ გაირკვა რომ აი თვითონ არის ამ ფოტოზე აღბეჭდილი, იმის შემდეგ დიდი მითქმა-მოთქმა არა თქმა უნდა ამასთან დაკავშირებით. ეს გოგონა დიდი ხანია გარდაიცვალა, 9 აპრილს დაიღუპა და რაღაც ამდაგვარი კომენტარები იყო. დაუწერე კომენტარი რომ ეს გოგონა ცოცხალია, დედა ჩემია, ყველა მიცის ვისაც ყავს იქით საზღვარგარეთ ნათესავები, მშობლები, ყველა მიცის ძალიან რთულია. ხა ეს 4 წელი მე ვფიქრობ რომ უკვე დაკარგულია. დედა ჩემი არალეგალია იქეთ და მეც რომ ჩავიდე აზრი არ აქვს. აქ ემოცია გავიწდება, იცი, იმდენად ეჩვევი აი დაძაბულობას. რაღაც აი გრძნობები მიდის შენგან. და აი ცუდი, ძალიან ცუდი. თუ მეტირება მაშინ და ხა ტირილი ნამდვილად არ მინდა. არ მინდა. მინდა რომ ძალიან მალე დამიბრუნდეს და ერთად ვიყოთ. როდის მიდიხარ ხვალ? მიდიხარ ხვალ ყოველ დღე. ხვალ უკვე იყო. მარი ისევ იტალიაში აგრძელებს ცხოვრებას. ზუსტად ისეთივე სიტუაციაში ვარ, ახლა რა სიტუაციაში არის ჩემი ქვეყანა. არ ვოცნებობ საერთოდ. გამოვედი იმასაკიდან რომ ვიოცნებო. დღეს მაგ პრეტენზია ვიყო ბედნიერი ჩემს ქვეყანაში.